აი ამ დაუფიქრებლობით არის, რომ ჩვენ ვართ გათიშულები ერთმანეთთან, დაპირისპირებულები, სამწუხაროდ აი ზოგჯერ მტრად ქცეულები ერთმანეთთან მიმართებით. და შეიძლება ამის რეალური მიზეზი საერთოდ არ იყოს. ვიღაცამ რაღაც მომასმენა ერთმა, მეორემ და მე დავიჯერე. და ამ დროს ის ადამიანი ჩემზე საერთოდ არ ფიქრობდეს ამ დაგონებას. პირიქით უაღრესად დიდი სიყვარულით იყოს ჩემს მიმართ განწყობილი და რამდენჯერ მომისმენია თუნდაც უთქვამს ჩვენთვის, რომ აი მე არ ვიცი მამაო რა გადაუშავე იმ ადამიანს, მე მიყვარს ეს ადამიანი, მაგრამ თვალს მარიდებს, აღარ უნდა ჩემთან ურთიერთობა, აშკარად გამირდის. ნუ აქ რაშია საქმე, ვიღაცაა ჩარეული, ვიღაცა მაურია ჭკუაგონები. ამ დროს უნდა მიხვიდე, თუ ფასეულია შენთვის ადამიანი, ესეც ხო ტკივილია, რომ აუხსნელად ხელს კრავ, ურთიერთობაზე უარსეობდები, მას ის შენგან სიყვარულს და სითბოს ელოდება და შენ კიდე სიცივეს ახვედრ. ესეც მკვლელობის ტოლფასია, სულიერი მკვლელობის ტოლფასია. თუ ახლობელია ის შენთვის, თუ გული გეტკინა, რომ რაღაცა გითხრეს ისეთი, რაც არ გესიამუნა, მიდი ჯერ ამ ადამიანთან. შეისწავლე ეს სიტუაცია, გაარკვიე, ნამდვილად ასეა საქმე, თუ მოუგონეს. ან შეიძლება არ მოუგონეს, ასე დაინახეს, ასე მოეჩვენეს, გადაამოწმე.